ტერიტორიაზე ახლა ძალიან ბევრი ადამიანი არის შეკრებილი. ისინი მოდიან აქ იმისთვის, რათა პატივი მიაგონ და უკანასკნელ გზაზე გააცილონ საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორე, რომელსაც უდიდესი ღვაწლი აქვს ჩვენი ერის წინაშე. სწორედ ამაზე აქცენტირებენ ისინი და ამბობენ, რომ ეს არის ადამიანი, რომელმაც ძალიან დიდი სიყვარული დაუტოვა ქართულ საზოგადოებას. სწორედ ამის დემონსტრირება და გამოხატვა იყო საფლავის ვარდის ფურცლებით. ამოვსება მათ ამით კიდევ ერთხელ დაუდესტურეს პატივისცემა და პატივი მიაგეს ილია მეორეს. აქ ჩვენ პარალელურად გვესმის ზარების რეკვა, მოქალაქეები კი გამოხატავენ უდიდეს მადლიერებას. ისინი ჩვენთან საუბრის ესყვებიან პერსონალურ პირად ისტორიებს, რომლებიც უკავშირდება იმას, თუ როგორი კეთილი, როგორი ღვაწლმოსილი იყო ილია მეორე, როგორ ცდილობდა, რომ ყოფილიყო ყველას ნუგეში, ყველასთვის მოესმინა და გაეკეთებინა ყველაფერი იმისთვის, რათა მათ ადამიანებს თავი უკეთ ეგრძნოთ. აქ არის დამონტაჟებული და დაყენებული სპეციალური ეკრანები, სწორედ ამ ეკრანების მეშვეობით შეძლებენ მოქალაქეები იმას, რომ იყვნენ ამ პროცესის ისტორიული მომენტის თანამონაწილე. ასევე არის ხმის გამაძლიერებლები და კადრში ხედავთ თქვენ სამხედროებს საქართველოს დროშებით. აქ დილიდან არის ხალხმრავლობა, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ადრე დაიწყო სპეციალური ზომების მიღება და შემუშავება. მოქალაქეები ძალიან ინდომებდნენ მათ ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რათა მოსულიყვნენ აქ და პატივი მიეგოთ პატრიარქისათვის. ასე საქართველოს დროშებით ელოდებიან ისინი ილია მეორეს, რათა უკანასკნელ გზაზე გააცილონ ადამიანი, რომელმაც ძალიან ბევრი რამ გააკეთა იმისთვის, რათა საზოგადოებისათვის შეეყვარებინა ეკლესია, რომ მათში გაიღვიძებინა რწმენა. აქ რეგიონებიდანაც არიან ჩამოსულები ძალიან ბევრი ადამიანი არის ახლა დედაქალაქში, კოლონები მოემართებოდნენ დილიდან სწორედ იმისთვის, რომ უკანასკნელ გზაზე გააცილონ ილია მეორე. დაახლოებით 16 საათსა და 30 წუთზე მას დაკრძალავენ სიონის საპატრიარქო ტაძარში, რომელიც მას ყველაზე მეტად განსაკუთრებულად უყვარდა. სწორედ ეს იყო მისი ერთ-ერთი დაანაბარებიც, რომ აქ დაკრძალულიყო, აქ ასევე განისვენებს და დაკრძალულია 8 პატრიარქი და დაახლოებით საფლავი, რომ გითხრათ, იქნება ამბიონთან საკურთხევლის გასწვრივ. ჩემი სულიერი მამა იყო ისევ როგორც მთელი საქართველოს და ჩვენი პატრიარქის, ჩვენი სულიერი მამის სიდიადე იმაშია სწორედ, რომ ყველას აქვს, არ ვიცი, ყველას აქვს განცდა, რომ პატრიარქი იყო მისი მამა, მისი შემწე, მისი მეუღლე. ჩემთვის ისედაც იყო სიცოცხლეშივე პატრიარქი, წმინდა მამა და სულ ვამბობდი, რომ ერში უფრო დიდი ადამიანი არ მინახავს თქო და ეხლა კიდევ უფრო სხვა მასშტაბით, სხვა სიმაღლით, სხვა განზომილებით გამოჩნდა მისი განუზომელი სიყვარული. მისი გული სულ წგერდა საქართველოსთვის. მისი გული იყო სავსე სიყვარულით და ეს არის უდიდესი მაგალითი, რომელთაც უნდა ვიცხოვროთ. და წილად მედნიერება, რომ ჩემი შვილიც არის მისი ნათლული და ეს ძალიან დიდი მადლი და დიდი წყალობა. და ვიცი, მე მგონი საქართველოში არ ყოფილა ესეთი შემთხვევა ბოლო ამდენიმე წლების განმავლობაში, რომ ასე შეკრებული იყოს ერი, ამდენი სითბო, ამდენი სიყვარული და არ ვიცი, ოჯახი არ დარჩენილი ალბათ, რომ პატრიარქისთვის პატივი არ მიეგო და ეს მართლა ერთეულების ხვედრია და ჩვენ მართლაც საუკეთესო პატრიარქი ყავდა, რომელმაც ძალიან დიდი გულის ტკივილი ყველა ოჯახში და ყველა ადამიანში გამოიწვია. და მართლაც მე მგონია და ესე იქნება აუცილებლად, რომ ერთი ლოცველი ანგელოზი შევიმატეთ ქართველებმა. ფიქრებურად ჩამომცრემლები და მტირი მთელი მისი დაუბრიდან და უძვირ ფასეს მე მგონი, რომ ქართველი ხალხი დიდად ამაყი იქნება ჩვენი პატრიარქის გარდა იმდენ სილოცებს, რომ ჩვენი ქვეყანა გაძლიერდება უფრო უკეთესად. გული დაგწყვეტა ყველანაირად. ძიმია ეს დღეები თითოეული ქართველისთვის ძალიან ძიმია და სულ ჩვენთან იქნება დარწმუნებული ვარ, ის არ წასულა. ის ჩვენთან არის, ჩვენთან იქნება და ჩვენი საქართველოსთვის ყოველთვის ილოცავს. პროცესია მოემართება სიონის საპატრიარქო ტაძრისაკენ. აქ მათ ძალიან ბევრი ადამიანი ხვდებათ იმისთვის, რათა უკანასკნელ გზაზე გააცილონ და პატივი მიაგონ ილია მეორეს. როგორც დასაწყისშივე ვთქვი, აქ ძალიან ბევრი ადამიანი არის მოსული იმისთვის, რათა იყვნენ ამ ისტორიული მომენტის თანამონაწილე. კადრში ვეცდები ავხსახო, რამდენადაც ეს იქნება შესაძლებელი, იმიტომ რომ უამრავმა ადამიანმა დაუდასტურა ძალიან დიდი სიყვარული პატივისცემა პატრიარქს, რომელიც იყო მათი უდიდესი გულშემატკივარი და მხარდამჭერი.
სიცოცხლის პროცესში, ის აკეთებდა ყველაფერს იმისთვის, რათა ყოფილიყო შვება და ნუგეში იმ ადამიანებისათვის, რომელსაც ის სჭირდებოდათ. მე ასევე მინდა გაჩვენოთ, აქ უკვე მობილიზებულები არიან, მათ შორის მგალობლები, ისინი შეასრულებენ გალობას, იგალობებენ მაშინ, როდესაც პროცესია უფრო ახლოს მოვა ტაძართან და ასევე იმასაც შეგახსენებთ, რომ მორწმუნეებმა ამოავსეს ვარდის ფურცლებით ის საფლავი, სადაც უნდა დაიკრძალოს ილია მეორე, ეს იყო მათი პატივისცემის კიდევ ერთი დადასტურება. თქვენ ახლა კადრში ხედავთ დროშებს, სამხედროებს, დროშებით ისინი საათობის განმავლობაში ასე ელოდებიან საქართველოს პატრიარქს, რომელიც სამუდამოდ დარჩება სიონის საპატრიარქო ტაძარში, რომელიც მისთვის განსაკუთრებული იყო აღსაყდრების შემდეგ ძალიან მნიშვნელოვანი პერიოდი და ეტაპი სწორედ ამ ტაძარში გაატარა, აგრეთვე ამ ტაძართან არსებულ რეზიდენციაში და როგორც გვიდესტურებენ სასულიერო პირები, ეს იყო მისი ერთ-ერთი უდიდესი სურვილი, რომ აქ დაეკრძალათ. გარდა ამისა, აქცენტი კეთდება ტაძრის კულტურულ და ისტორიულ მნიშვნელობაზეც. სიონი არის ტაძარი, სადაც 8 პატრიარქი განისვენებს. მე კიდევ ერთხელ მინდა გაჩვენოთ კადრი. მოქალაქეების ნაკადი არ წყდება. დედაქალაქიდან, სხვადასხვა რეგიონებიდან ადამიანები მოდიან. ყველა სათქმელი არის ერთი. მადლობა პატრიარქო, ისინი ილია მეორის მიმართ ძალიან დიდ მადლიერებას ადასტურებენ და ამბობენ, რომ ვერც ერთი სიტყვა ვერ აღწერს და გადმოსცემს იმ ძალიან დიდ სიყვარულს, პატივისცემას და მადლიერებას, რომელიც მათ აქვს სწორედ პატრიარქთან მიმართებით და ერთადერთი რაც ახლა შეუძლიათ არის ის, რომ დადონ პირობა იმისა, რომ იცხოვრებენ ისე, როგორც პატრიარქს სურდა, როგორც მან დაიბარა და უფრო მეტად უყვარდეთ ერთმანეთი, რადგან ყველა ფიქრობს, რომ ამ დღეებმა გარდა მწუხარებისა კიდევ ერთი რაღაცის დემონსტრირება მოახდინა სწორედ იმის დემონსტრირება, რომ უმნიშვნელოვანეს მომენტებში საზოგადოებას შეუძლია გაერთიანება და ილია მეორე ნამდვილად იყო მათთვის ის ფიგურა, ის პერსონა, რომელმაც გაერთიანა ყველა ადამიანი. ასეთი კადრი არის ახლა აქ, ჩვენ ველოდებით პროცესიას და საქართველოს მოქალაქეები გლოვობენ უკანასკნელ გზაზე, ასე ეგებებიან და აცილებენ საქართველოს პატრიარქს.